მოგესალმებით ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ საუბარს და შევჩერდით მოგების თაყვანისცემაზე მათ მიერ უფლისადმი შეწირულ ცხენზე ოქრო კონდუკი და მური შესწირეს უფალს და განმარტეთ შემდეგ ნათქვამია სახარებაში რომ ჩვენებით მიიღეს დანება რომ აღარ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან არამედ სხვა გზით დაბრუნებულიყვნენ თავის ქვეყანაში და მოიღეს ბრძანება ჩვენებით რათა არა მიაქცნენ ჰეროდესა არამედ სხვით გზით წარვიდნენ სოფლათვისა სახარება არ მოწმობს იმაზე თუ ჩვენებისას რაიმე ითქვა თუ არა ჰეროდეს შესახებ და მისი განზახვის შესახებ მაგრამ ის რომ ჩვენებით მიღებული ბრძანება იყო აღმატებული ამ ქვეყნების ძლობის და დიპლომატიურ წესებზე ეს ცხადია რადგან მოგები ემორჩილებენ ამ ბრძანებას და მიდიან ანუ მისი უპირატესობა ამ ბრძანებისა მათთვის არის უცილობელი და ასე ამ სოფლის ეტიკეტის ნორმები გადადეს განზე წელი არ ამბობს იმის შესახებ თუ მოგებმა იცოდნენ თუ არა ვინ იყო ჰეროდე როგორი იყო რატო გამოიკითხა ადგილი შობისა ასაკი ანუ როდის გამოჩნდა ეს ვარსკვლავი და როდის წამოვიდნენ მოგები თავის ქვეყნიდან ამას არაფერს არ გაუწყებს ჩვენ წერილი მაგრამ მოგები ბრძენი ხალხი იყო და მეცნიერი ალბათ თავის ადამიანის გონებით მიხდებოდნენ იმ გამბოროტებული ადამიანის გონების ხრიკებს ისთვისაც გამოიკითხა ჰეროდემ ადგილი და შობისა და ასაკი ღრმისა და წერია რომ ამის შემდეგ მითარცა განეშოვნეს იგინი ანგელოზ უფლისა გამოჩნდა ჩვენებთ იოსებს და რქვა აღდგა წარიყვანე ყრმა იეგე და დედე მაგისი და იუტოდა ეგვიპტეთ და იყავ მუნ ვიდემდე რქვა შენ რამეთო გეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და წარწმედად ეგე აი აქ უფრო სულად ჩანს ბრძანება ანგელოზისა და უпроსოდ ვიტყვით თუ უფლისა ანგელოზის პირით თქმული რომ ჰეროდე ეძიებს მოსაკლავად ყრმა იესოს ამ შედარებისას ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ მოგებზე ნათქვამია რომ ჩვენებით მიიღეს ბრძანება და აქ ჩვენებით გამოუჩნდა ანგელოზი იოსებს
ანუ იოსები თავისი სიმართლით, თავისი რწმენით, ჯულით, ცხოვრებით უფრო ახლოს არის უფალთან. აიტომ ის იმას არა მარტო ესმის ბრძანება ჩვენებისას, არამედ სახეს ამ ჩვენების, ანუ ეს ანგელოზია და ბრძანება ესმის და ეს ბრძანება უფრო ვრცელია. არა თუ მოგვებს თუ მარტო ეთქვა რომ არ დაბრუნდნენ ჰეროდესთან, არამედ თავის ქვეყანაში წავიდნენ, აქ უკვე ხდება განმარტება, რომ უნდა ადგეს აიყვანოს ყრმა და დედა მისი და დავიდეს ეგვიპტეში, რადგანაც ანუ ხდება განმარტება, რატომ უნდა მოხდეს ეს. და რატო ხდება ამის ასე დაწვრილებით განმარტება? ერთის ხრივ ცხადია, რომ მოგვები საიდანაც მოვიდნენ, იქ ბრუნდებიან. საკმაოდ ეთქვა, რომ დაბრუნდნენ შენ ქვეყანაში, მაგრამ იოსები მოვიდა ნაზარეთიდან. ამიტომ თქმა, რომ დადი შეიძლება გულისხმობდეს, რომ უნდა დაბრუნდეს ნაზარეთში და გაიაროს იუდეა, სამარია და დიდ საშიშროებას წარმოადგენდა. ამიტომ ეძლევა კონკრეტული ბრძანება ეგვიპტეში წავიდეს. ცალკე როცა საუბრობ თემა რატოთად ეგვიპტეში და რა სხვაგან, მაგრამ მე მინდა ჯერ თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ დეტალზე, რომ ანგელოზი ეუბნება აიყვანე ყრმაი და დედაი მაგისი. თუ ჩვენ მანამდე ვკითხულობთ მათეს სახარებაში, რომ ანგელოზი ეცხადება ასე კი ორჭოფობით დაფიქრებულ ამ ესე მართალ იოსებს და ეუბნება ნუგეში მოყვანება ცოლისა შენისა და მარიამს ცოლს უწოდებს. ეხლა უკვე ყრმის შობის შემდეგ ცოლს აღარ უწოდებს მას. ყრმა და დედაი მაგისი. და ეს რამდენჯერმე მეორდება, რითაც მახარებელი გვანიშნებს, რომ იოსები მაცხოვრის შობის შემდეგ ხდება თავის მისიას და ის არის მფარველი ყრმისა და მარიამისა, მათი თანამგზავრი, შემწე და ამით თავდება მისი მისია. და გარეგნულად საზოგადოების თვალში ის არ იქნება მამად იესოსი. მაგრამ რეალურად ეს არ არის და გვიკვირს ხოლმე რატომ არის რომ ზოგიერთი პროტესტანტულ დენომინაციაში არის ასე მიუხედავად აი ამ გარკვეული და კონკრეტული მითითებისა, რომ ცოლად აღარ იწოდება მარიამი, მაინდამაინც დაუშვანდოთ, თქოს შემდეგ იოსებსა და მარიამს შორის იყო ცოლქმრული ურთიერთობა და შვილები ყავდათ. ეს არის კრეხელური ასე ვთქვათ სწავლება გაგება წერილისა და უბრალოდ ვერ გაგება წერილისა. შემდეგ წერია რომ და ილტოდე ეგვიპტეთ და იყავ მუნ ვიდემდე ქრქვაშენ, ანუ არა მარტო წავიდეს ეგვიპტეში, არამედ დროებით უნდა დარჩეს, სანამ ანგელოზი მას ამას არ გამოუცხადებს დაბრუნების ჟამს და განმარტავს, რატო უნდა წავიდეს. რადგან ჰეროდე მოსაკლავად ეძებს ყრმა იესოს. მაგრამ არ ეუბნება რამდენი ხანში დაასრულებს თავის ამ ქვეყანიურ ცხოვრებას ჰეროდე, რამდენი ხანში შეიძლება დაბრუნება, არამედ ეუბნება დაელოდეს სანამ გეტყვი. ესეც არის რწმენის და სასვოების საკითხი. ერთი რომ ირწმუნა რომ წახვიდე და მეორე